13 წლის ბავშვი ვიყავი, ომი რო დაიწყო, 13 წლის ღამის 2 საათი ამაყენეს და წამიყვანეს. ეხლა აღარავის აღარ უნდივარ, ეხლა აღარ უნდივარ. მეზობლის სახლში ვარ შემოსული, გასათმობად, გაყინული ვარ, ფეხები მაქვს როგორც ეწყო ეგრე. ბატონო, ჩემი სახლის ამბავი ყველამ გაიგო, ნუ როგორი მოიერობა მაქვს მე, 90 წლის ქალი, ომის მონაწილე. მენდალი მაქვს სააკაშვილისაგან მიღებული. ცემენტი, ცოტა ქვიშა და ბლოკი და კრიშის თუნდა. ხო, აი დღესაც ხო. წავიდა ჩემი გოგო, რომ ძალიან ცუდად ვიყავი, გადმოიყვანა. მოწყვებით გადმოიყვანა. 9 წლის ბავშვი ვყავ ცუდადაც და წამოდიო, გადმოვიყვანეთ. რომ მოვიდა თქვენი 9 წლის ბავშვი და აგერო როგინში ვიწექი. აგე ჩემი 9 წლის ბავშვი, გაგიჟდა ეს ქალი. თანყურადღება. აბა, აი ჯედარ დამხედა. დადგა ესე და აბა 9 წლის, აი ესაური და აი აფეთქდა როგორც აი ცეცხლი ეგრე აინთო და დაგვიწყო თული. ავტყოფის გასაჯინად 9 წლის ბავშვის გასაჯინად ვითომ წაიყვანა 1 კილომეტრი თუ 2 კილომეტრი იქიდან ამბულატორიიდან ეგ ფეხით გაიყვანეს და ნუ 9 წლის შვილიშვილის მაგირო თამაშობდა 90 წლის მოხუცებული ჩაუკეტეს კარები ასე თქვა შეიძლება რომ მიყოლოდეს უთა სამართლებრივად ეს იყო თავისუფლების დროებით უკანონო აქვეთ მოტყუებით შეიყვანეს მეეყუდა კარებს და 1.5 საათის განმავლობაში მიდიოდა ჩემი ლანძღვა გინება რატო დამთავრების რატო არ უშენებთ ამათ სახლს მე რა დაურეკა ხმარსა რომ ესეთიაო და დაურეკა გამგებერსა რომ მოწვიდნენ გენახა გეგონება ომიო ისეთი ამბავი იყო რაც მოიყვანეთო მაიაო რაზე მოიყვანეთ აქაო რა უფლებითაო ვინგეუბნებოდა გამგებერმა და მეზობრებმა შემოვიყვანეს ქალბატონი და დედიკო ის იყო ამდგარი იყო ფეხზე კარები გაღებულა ქარი იყო თან სიცივე და უნდა დაეკეტა რო შემოვიდა მაია ექიმი გაოგნებული დარჩა ქალბატონო ბავშვი სად არისო და ბოდიში მაია ექიმო მეთქი მაგრამ თქვენი მეუღლის ქცევებიდან მე ვისწავლე ტყუილი მეთქი აი ექიმ ისა მეთქი ბავშვი 9 წლის ბავშვი ეს არის 90 წელს მიტანებული ქალბატონი თქვენმა მეუღლემ გოჩი ტაშუნა მას9 იგდებს უკვე მე5 წელია მეთქი ახლა ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება რომ ბიუჯეტის თანხები ჩვენ დავხარჯოთ მოქალაქეების ასე უნდა გაჭირებულები იყვნენ საცხოვრებლის სახლების მშენებლობაზე მით უმეტეს თუ მათ გააქვთ ეს არის უკვე საზაფხულო რეზიდენცია და ძირითადი მაცხოვრებელი ოჯახის ახლობლებს აქვს თბილისში რამოდენიმე ბინა აქვს მე როგორც ვიცი და ქალბატონ ნარგიზა რომელიც არის შვილი და რომელიც ეს აქტიურობს თქვენთან ერთად ვითხოვთ ერთი ოთახის მასალას რომელიც დღემდე 21 საუკუნეში ეს არის ზღვაში წვეთი რასაც ითხოვს ომის მონაწილე ქალბატონი შეშამოატაინა მელიციო გამგებელს შეკვირდა ფეჩიც უნდა მეეტანა დღესაც მოსატანი აქვს იქაც ირაკლი რაღაც გვარი არის ეხლა რო აირჩიეს დეპუტატად იმან მითხრა ბებო ნუ გეშინიანო ყველანაირად დაგეხმაროთ ყველანაირად დღესაც არავინ მომუკითხები ვარ მოვხვდით უდავში